მოგესალმებით. მე ვარ ნინა ყოფერია და დღეს წარმოგიდგენთ პირველ აქტივობას, ზღაპრის ლაბორატორია. ჩვენი ტექსტის ვიდეო ანალიზი. ჩვენ შემოგთავაზებთ ყველასათვის საყვარელი ინგლისური ზღაპრის სამი გოჭის თანამედროვე ვერსიის ვიდეო ანალიზი. ზღაპრულ ეპოქაში სამმა გოჭმა ბოროტი მგელი დაამარცხა და ცხოვრების ჩვეული რიტმით განაგრძო ცხოვრება. რამდენიმე წლის შემდეგ ტექნოლოგიურმა რევოლუციამ მთელი სამყარო მოიცვა და სოფელ მცხოვრები გოჭები ურბანული ცხოვრების წესებმა გაიტაცა. მეტიც, ისინი მეგაპოლისში გადავიდნენ საცხოვრებლად. თავიანთი თავი სხვადასხვა პროფესიულ სფეროში აღმოაჩინეს და წარმატებასაც მიაღწიეს. ალბათ უფრო მეტი გაინტერესებთ ჩვენს გოჭებზე. უფროს გოჭს ლუკა ჰქვია. იგი საკმაოდ ნიჭიერი, მიზანდასახული და კომუნიკაბელური გოჭია. მან ინფლუენსერობა გადაწყვიტა და ინტერნეტ სივრცეში ყველასათვის ცნობილ, სახელგანთქმულ პერსონად იქცა. რაც შეეხება მეორე ძმას, მისი სახელია დაჩი. იგი შემოქმედებითი და კრეატიული გოჭია, ამიტომაც გრაფიკული დიზაინერი გახდა. ყოველდღურად ცდილობს ახალი შემოთავაზებები იპოვოს და პოპულარული გახდეს, რაშიც ინტერნეტ სივრცე ეხმარება. იგი იოლად უკავშირდება სხვადასხვა კომპანიას და მათთან კავშირების ამყარებასაც არ ეშინია. უმცროსი ძმა ნიკა ყველაზე მოხერხებული, წინდახედული და ფრთხილი გოჭია. იგი ინჟინერია და მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ციფრულ უსაფრთხოებას. გამოდმებით ახალ თავსატექს დაეძებს და სიღრმისეულად იკვლევს კიბერუსაფრთხოების წესებს. მოგესალმებით, მე ანანო გოგუაძე ვარ. ზღაპარში არაერთ სიმბოლოს ვხვდებით. თავად გოჭები სხვადასხვა პროფესიისა და სფეროს წარმომადგენელი თანამედროვე ადამიანები არიან, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვან საქმეებშია ჩაკარგული და მათთვის აუცილებელია პირადი ინფორმაციის დაცულობა. გარდა ამისა, ზღაპარში გოჭების ურთიერთობა ადამიანურ, ოჯახურ ღირებულებებს ეფუძნება. გვახსენებს, რომ თანაგრძნობა, ურთიერთდახმარება, ოჯახის წევრების შეხედულებებისა და აზრების გაზიარება პატივისცემა აუცილებელია. ბოროტი მგელი იმ სირთულეებისა და გამოწვევების აღნიშნული სიმბოლოა, რომლებიც თანამედროვე სამყაროს მუდამ თან დასდევს. თუმცა ამავდროულად გვაიძულებს, რომ განვითარდეთ და მუდამ ვიმოქმედოთ. ტერმინი დეფოლტ რეფინგი გვიჩვენებს თანამედროვე ციფრულ სამყაროში უსაფრთხოების მნიშვნელობას. იგი ფიშინგისა და ჰაკერების წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება. რაც შეეხება ჩვენს ნარატივს, თხრობა იწყება ტრადიციული ზღაპრის ბედნიერი დასასრულით. ვინარჩუნებთ ფანტასტიკურ ატმოსფეროს, რომელიც მალევე ურბანულ, ციფრულ სამყაროში გადადის. მოგესალმებით. მე მართა ვარ და ვაგრძელებთ ჩვენი ზღაპრის ანალიზს. თხრობისას ვიყენებთ ინტერაქციულ დიალოგებს ძმებს შორის, რათა უკეთ დავანახოთ მკითხველს მათი ხასიათი, მათთვის დამახასიათებელი თვისებები და გოჭების ოჯახური ურთიერთობა. გარდა ამისა, ახალი ტერმინი default dropping-ი მკითხველში ინტერესს აღწევს და მეტის შეცნობისაკენ უბიძგებს. ზღაპრის ძირითადი თემატიკა ინტერესების კონფლიქტს ემყარება. ამ კონფლიქტებს შორის კი მოექცა როგორც გარე კონფლიქტები, არამედ მოქმედ პერსონაჟებს შორის უთანხმოება. გარე კონფლიქტი მოიაზრებს ციფრულ საფრთხეებს, ფიშინგი, ჰაკერობა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ გამოწვევებს. ამას გარდა ვიაზრებთ, რომ გოჭები ერთმანეთთან გაუცხოებულნი არიან. ამასთან მიღწეული წარმატებების მიუხედავად მათ გაუჭირდათ ახალ გარემოში ადაპტაცია. ინფლუენსერი ძმის მთავარი მიზანი პოპულარობა და გავლენის მოპოვებაა ვირტუალურ სივრცეში. გრაფიკული დიზაინერი მოტივირებულია კრეატიულობით და თავისი ხასიათის საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი თავი ეძიოს და დაიმკვიდროს ინტერნეტ სივრცეში. ხოლო ინჟინერი ძმისათვის მნიშვნელოვანია სანდოობა და დაცულობა. მისთვის მთავარია, რომ ციფრული სამყაროს გამოწვევებს მეტგრად დაუპირისპირდეს, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თავისი ძმების პირადი ინფორმაციაც. ჩვენი ზღაპრის ძირითადი მორალური გზავნილია, რომ ციფრული უსაფრთხოება 21 საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გვევლინება. უსაფრთხოების მთავარი წესების გაანალიზებით არა მარტო პიროვნულად გავიზრდებით, არამედ წვრილ შევიტანთ საზოგადოების წინსვლასა და განვითარებაში. ამას გარდა თითოეული პერსონაჟი მიუხედავად ინდივიდუალური ცხოვრებისა, საბოლოოდ ასკვნის, რომ ერთიანობა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა. ცხადია, არ უნდა გვეშინოდეს ახალი ინფორმაციის მიღებისა. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წელი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს, რათა ტექნოლოგიური რეალობის სირთულეები დავსვლიოთ და ვიცხოვროთ უსაფრთხოდ. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით და იმ იმედით, რომ სიყვარული და ოჯახის ერთობა უმთავრესია და აღემატება ჩვენი სამყაროს გამოწვევებს.